ქართველების მხოლოდ 1% შეუძლია ამ ქვეყნის გამოცნობა მეხუთე მინიშნებამდე. რადგან ამ ვიდეომ ბევრი ნახვა და ყურადღება მიიპყრო, ამიტომ მოდი გავაგრძელოთ. აშას, ახლა მე მოგცემ 10 მინიშნებას თანმიმდევრობი და შენ დაწერე კომენტარებში, რომელ ქულაზე მიხვდები, რომელი ქვეყანაა. დავიწყოთ. 10 ქულა. ეს ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზეა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების რაოდენობით. 9 ქულა. ამ ქვეყანას დიდი ბრიტანეთი ესაზღვრება. 8 ქულა. ეს ქვეყანა მდებარეობს ერთდროულად ორ კონტინენტზე, ევროპასა და აფრიკაში. 7 ქულა. მსოფლიოში ყველაზე დიდი პომიდურის ომი ლა ტომატინა სწორედ ამ ქვეყანაში ტარდება. 6 ქულა. აქ მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტაძარი, რომლის მშენებლობას უკვე საუკუნეზე მეტია გრძელდება. 5 ქულა. ამ ქვეყანას ეკუთვნის ქალაქები აფრიკის კონტინენტზე, კუნძულები ხმელთაშუა ზღვასა და ატლანტის ოკეანეში. 4 ქულა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხატვარი პაბლო პიკასო სწორედ ამ ქვეყანაში დაიბადა. 3 ქულა. ფლამენკო. ტრადიციული ცეკვა და მუსიკა ამ ქვეყნის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. 2 ქულა. აქ მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი საფეხბურთო სტადიონი კამპ ნოუ. და 1 ქულა. მისი დედაქალაქია მადრიდი. ეს ესპანეთი იყო ქვეყანა, რომელიც ცნობილია ფეხბურთით, კულტურითა და მზიანი ქალაქებით. აბა რამდენი ქულა დააგროვე? არ მოიტყუო, დამიწერე კომენტარებში და გამოიწერე გვერდი შემდეგი ჩელენჯისთვის, ანუ გამოწვევისთვის.